ქალები პროტესტში. უწყლოდი პროტესტის 391 დღე დღეს ევროკავშირის საელჩოდან დაიწყო. საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, საპროტესტო ბანერებითა და მოთხოვნებით დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან ის ქალები შეიკრიბნენ, რომლებიც აქციებზე გზის გადაკეტვის საბაბით დააკავეს და გაასამართლეს. აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით მსვლელობით ფილარმონიასთან, შემდეგ კი პარლამენტისკენ გადაინაცვლეს. სენაკში ავტოსაგზაოს შემთხვევის შედეგად მძღოლი 22 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. დაშავებული ავტომობილში მყოფი კიდევ ერთი პირი. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლუკაშენკოს მიერ გათავისუფლებულ პოლიტპატიმრებს შორის არიან ალექსანდრე ბაბარიკო, პრეზიდენტობის კანდიდატი 2020 წელს, ნობელიანტი უფლებადამცველი ალეს ბელიაცკი, რომელმაც ციხეში 4 წელიწად ნახევარი გაატარა, პოლიტოლოგი და ლიტერატურად მცოდნე ალექსანდრე ფედუტა, რომელსაც 10 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. 130-მდე შეწყალებულს შორის არიან ბრიტანეთის, ამერიკის, ლიეტუვის, ლატვიის, ავსტრალიის, იაპონიისა და უკრაინის მოქალაქეები. ყველა მათგანი ლუკაშენკოს ხელისუფლებამ ჯაშუშობის, ტერორიზმისა და ექსტრემისტული საქმიანობის ბრალდებებით გაასამართლა. სირიაში ამერიკელი და სირიელი სამხედროების კოლონას თავს დაესხნენ. ქალაქ პალმირაში პატრულირებისას მათ ცეცხლი გაუხსნეს. სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით დაიჭრა 2 სირიელი და რამდენიმე ამერიკელი სამხედრო. თავდამსხმელი კი ლიკვიდირებულია.